არ მოინახა რამ გამოიწვია ზოგადად რა პრობლემას მოყვა ამ მშრალი თვალის განვითარება შესაბამისად შეიძლება უკმაყოფილო იყოს იმ ექიმების მაგრამ საშველი არის ნატურალური თრემლის წვეთება ამისი შესაძლებელია ზოგს უგვირს ეს შეიძლება მთელი ცხოვრება დაჭირდეს მას ნატურალური თრემლის წვეთების სხვადასხვა სახით გამოდის მათი ხმარება ეს არ არის პრობლემა შეუძლია მთელი ცხოვრება იხმაროს წვეთები და მოიხსნას ეს დისკომფორტი. ხო, ან მაშინ თავიდან ბოლომდე უნდა გამოიკვლიოს ეს თავის ენდოკრინული განაპირობა ამის. ალბათ ეს ჯობია და მე თუ დაჭირდა იმ კურნალოს ამ გზით. ვიდრე თვითნებურად, იმიტომ რომ თვალის ორგანო ისედაც ჩვენ ჯანმრთელობა თვითნებურად კურნალობა არ მგონია რომ მიზანშეწონილი იყოს და გაზაფხულის კატარი. აი რითი განსხვავდება თქვათ იგივე კონიუნქტივი და რა ნიშნებია და რა თქმა უნდა გაზაფხულის კატარი? გაზაფხულის კატარი ეს გახლავთ ძირითადად უფრო სქესობრივ მომწიფებამდე ასაკში გავრცელებული თვალის ალერგოზი სქესობრივი მომწიფების შემდეგ ეს სიმპტომები რაც მისთვის დამახასიათებელია რეგრესს განიცდის და თითქმის მთლიანად გადის გამოჯანმრთელება დგება. ემართებათ ძირითადად ბიჯებს ამ ასაკის ესე იგი დამახასიათებელია ძირითადად ცხელი კლიმატის სამხრეთის კლიმატის ქვეყნებისათვის. ჩრდილოეთის ქვეყნებში ძალიან იშვიათია. ამ ფორმის კონიუნქტივიტისთვისაც დამახასიათებელია ესე იგი სეზონურობა იწყება გვიან გაზაფხულზე გამოხატულია ძლიერი ქავილი შეშუპება თრემულდენა სიტითლე გარდა კონიუნქტივიტისა შეიძლება განვითარდეს კერატოპათია, ეპითელიოპათია, ანუ რქოვანაზე გადავიდეს პათოლოგიური პროცესი. ამიტომ ასეთი ბავშვების მშობლებმა მე ასე ვიცი რომ ყველა მიციან თავიანთი შვილების პრობლემის შესახებ და რა ვიცი ჩემთან ვინც მოდის ხოლმე პერიოდულად იმეორებენ სეზონურად იციან როცა ეწყება ეს პრობლემა იმიტომ რომ ეს დაავადება განკურნებადია თუ იქნება ერთობლივი შეთანხმება მკურნალობის ალერგოლოგის და ოფთალმოლოგის ბავშვი უნდა განიკურნოს გასაგებია და ბავშვებზე კიდევ უფრო ვრცლად და უფრო მეტ ინფორმაციას მეორე ბლოკში მოგაწვდით ამ შემთხვევაში დავუბრუნდეთ ისევე ზრდასრულ ადამიანებს და ვისაუბროთ წამლის მიერ კონიუნქტივიტზე რომ აი და ასევე თუმცა სანამ ჩემ კითხვას დაგისვათ მანამდე მაყურებელს მოусმინოთ გისმენთ გამარჯობა განაცალე ქალბატონ თვალის ექიმთან მაქვს შეკითხვა თუ ეს შესაძლებელია მოზრდილებში თუ მარტო ბავშვებისა გადაწყვეტა არა ეხლა სწორედ ქალბატონი მაია უფროსებისთვის საუბრობს კარგი მადლობა ქალბატონი მაია დიახ 2010 წელს გავიკეთე ერთი თვალის კატარაქტა და 2011 წლის ბოლოს გავიკეთე მეორე თვალის იგივე კატარაქტა როდესაც საკონსულტაციოდ მივედი ოპერაციის შემდეგ რამოდენიმე დროის განმანათლებლობის შემდეგ მithret მდგომარეობა ძალიან კარგი გახდა მე რაც მოგეშინია რაღაცა წამლები მომწეს ვიკეთებდი იმას დავამთავრე ეს პროცესი მაგრამ აი იმის შემდეგ თვალები მეხავება თითქოს სიღრმეში ტკივისაც აღგზნობდა პლუს ამას აი თითქოს რაღაცა მიფარას ვეიდან მედლანდებას არის დელგანდივიდა რა შეიძლება რომ ეხმარო ხედელება ძალიან კარგი მაქვს არ ეჩივი თქვენი ასაკი ქალბატონო ახლა რომ მითხრათ რომ ისევ ექიმთან წადი საკონსულტაციოდ ნამდვილად ვერ მედია ქალბატონო თქვენი ასაკი გასაგებია თქვენი ასაკი თუ შეიძლება ბატონო თქვენი ასაკი ჩემი 74 და თუ შეიძლება შეკითხვა მაქვს ხომ არ გავიდა ეთერიდან ალო ბატონო დიახ შეკითხვა მაქვს ქალბატონო ხომ არ გაქვთ გამონადენი დილაობით ან დღის განმავლობაში სეროზული ან ესეთი მოთეთრო ფერის წებოვანი გამონადენი თუ აღინიშნება ასეთი არა სუფთა გაქვთ დილაობით თვალები რომ მიღვიძებთ სუფთა გაქვთ მადლობთ ქალბატონო ეხლა სავარაუდოდ არის სწორედ უფასო კონსულტაციას მოგცემს ქალბატონი მაია გაგვიწევს სავარაუდოდ აქ უნდა იყოს ისევ მშრალი თვალი იმიტომ ასაკთან ერთად ზოგადად ხდება აი ამ პრობლემის წინ წამოსვლაც თვალის სიმშრალეც ვითარდება ზოგადად
ყველა სხვა სიბერესთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად. ამიტომ სასურველია, რომ ქალბატონმა ჩაიწვეთოს ნატურალური ცრემლის წვეთები, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია. მოსინჯოს, რომელიც მისთვის სასარგებლოა. მithumete სუხაბილობას არ უჩივის ქალბატონი და აქ არაფერი სერიოზული არ არის ქალბატონო, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. უბრალოდ თვალის წვეთები იხმაროთ. ხელოვნური ცრემლები, ასე ქვია და კონიუნქტივიტი, კატარაქტა ახსენა ქალბატონის ძირითადი დაავადება, რაც გაიკეთა. თუ შეიძლება მოკლედ დანარჩენ მაყურებელს ავუხსნათ, რა დაავადებაა ეს, რა კატარაქტა ეს გახლავთ ბროლის შემღვრევა. ბროლი მდებარეობს თვალის შიგნით, რა თქმა უნდა, ეს არის ორმხრივ ამოზნექილი ლინზის ფორმის პატარა ორგანო, რომელიც ძირითადად ასრულებს სინათლის გამტარი და გარდამტეხ ფუნქციას, იმისათვის, რომ შესული სხივი დაფოკუსირდეს ბადურა გარსზე და ადამიანმა დაინახოს. ასაკობრივად ბროლში ვითარდება სკლეროზული მოვლენები, იმღვრევა ბროლი, ამიტომ ის ნელ-ნელა წარმოქმნის მექანიკურ დაბრკოლებას თვალში შესული სინათლის შესაღწევად. და ამიტომ მოხუცებს ესაჭიროებათ კატარაქტის ოპერაცია, იმისათვის რომ მოვაცილოთ მათ ეს შემღვრეული ბროლი და ჩაუდგათ გამჭვირვალე ხელოვნური ბროლი. გასაგებია მაყურებელი გველოდება გისმენთ. ალო. დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობა. ისა. ალერგია მაქვს ქვედა თვალის, ქვედა. მე ხანება ხოლმე და ხანდახან თვალს ვერ ვახელ კარგად, აი მომენტალურად. ეს სეზონურად გაქვთ თუ საერთოდ? საერთოდ და ისე კატარაქტა მაქვს თვალის. გაინტერესებთ რამე? კითხვა რაში მდგომარეობს? რატომ გვირეკავთ ჩვენ? აი თვალთან დაკავშირებით, თავილი ალერგია გავიგე, მაგრამ თვალს რომ ვერ ვახებ ხანდახან ის მაინტერესებს. მომენტალურად თავი თვალი და ვერ ვახებ ხოლმე თავს. იცით რა ქალბატონო, საინტერესოა ახლა თქვენ თვალს ვერ ახევთ, იმიტომ რომ შეწებილი გაქვთ ქუთუთოები რაიმე გამონადენით, პათოლოგიურით და გიჭირთ გახევა, თუ გინდათ გახევა და ვერ ახევთ, ეს სულ სხვა პრობლემა. შეიძლება აქ იყოს ნევროლოგიური პრობლემა, შეიძლება აქ იყოს შეიძლება სინათლე გჭრით იმ წუთას თვალს და ამის გამო არ გსიამოვნებთ თვალის გახევა. მე მაპატიეთ, მაგრამ უბრალოდ ვერ გავიგე რა კითხვას სვამთ. მადლობთ, აქ ჩვენ ერთი ფაქტია, რომ აღნიშნა ქალბატონმა, რომ გამონადენი არ აქვს. უბრალოდ აი რაღაცა ვერ ახელს თვალს, შეიძლება მართლა ნევროლოგის ჩარევა უფრო იყოს საჭირო. მაინც თოლმა აქვს უნდა გაესინჯოთ ალბათ და შემდეგ გადაწყვიტოთ რა მოიმოქმედოთ. ჩვენ მეორე მაყურებელი გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დილობით კი არა, თვალის კუთხე მაქვს ლოცოვანი დაღიზიანებული. და დილობით გამონადენივით მაქვს და მეწოდება თვალი. დიახ, მადლობთ. საქმე გვაქვს კონიუნქტივიტთან, არა ალერგიულთან, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ ჩაიწვეთოთ ანტიბიოტიკის წვეთები, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება, ანუ მოქმედი ნივთიერება იყოს ანტიბიოტიკი ამ წვეთებში, აგრეთვე სასურველია ჩაიწვეთოთ ანთების საწინააღმდეგო რომელიმე ასევე თვალის წვეთები. ანთების საწინააღმდეგო ეს ექიმის დანიშნულების გარეშე თუ ანტიბიოტიკის წვეთები საერთოდ სასურველია, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი მედიკამენტი არც დალიოს პაციენტმა და არც ჩაიწვეთოს, იმიტომ რომ მე ვამბობ ეს ანტიბიოტიკის წვეთები, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ანტიბიოტიკზე ქონდეს გარკვეულ ანტიბიოტიკზე ქონდეს ალერგია. ამიტომ სასურველია, როდესაც ასეთი ადამიანი მიდის აფთიაქში, კონკრეტულად მან იცოდეს რა ანტიბიოტიკი შეიძლება მან ჩაიწვეთოს. თუ ეს არ იცის, მაშინ სასურველია, რომ სინჯი გაკეთდეს მაშინ ამა თუ იმ ანტიბიოტიკზე და რომლის მიმართაც არ არის ალერგიული, ასეთი ანტიბიოტიკები იყიდოს და ჩაიწვეთოს. თუ მოსინჯული აქვს ოდესმე რაიმე სახის ანტიბიოტიკის წვეთები, მაშინ ასეთი ჩაიწვეთოს. გაიმეოროს უკვე ექიმის გარეშე და მიიღოს შედეგი. ერთკვირიანი კურსი საკმარისი იქნება. მაყურებელი გისმენთ პირდაპირ ეთერში. გისმენთ. მე ხანება ალერგიულიც არის და აი მჭრის განსაკუთრებით მზის სისით მჭრის და ხედვა და ის არ აქვს ნორმალურად და აი ამ ბოლო დროს კიდე გეგონება თითქოს ეძინებას თავი და გეხუჭებათ თვალები?
კი, მეხურება, აი არა არ ქსიამოვნებთ, როცა გახელილი გაქვთ. არ სიამოვნებთ, არა, აი კიდაც